დღესასწაული, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 8 სექტემბრის ყრილობას დაემთხვა, ბათუმის საკრებულომ 6 სექტემბრის ხდომაზე დაგეგმა. 2 დღით ადრე დაანონსებულ მასშტაბურ ღონისძიებაში ბათუმის მერიამ 250,000 ლარი დახარჯა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიიჩნევს, რომ საჯარო სახსრებით დაფინანსებული ზეიმი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობას საგანგებოდ დაამთხვიეს. ბათუმობის დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან მილიონის მეოთხედი დაიხარჯა. დღესასწაული ამ სახელწოდებით ბათუმის ისტორიაში პირველად გაიმართა და ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დაემთხვა. ბათუმობა 2012 თარიღი ქალაქის საკრებულომ 6 სექტემბრის ხდომაზე გამოაცხადა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა და ბათუმობა ერთმანეთს საგანგებოდ დაამთხვიეს. მე რა ქონიათ გულში უნდათ ყრილობა დაემთხვიათ ნაციონალებს ბათუმობისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო გამოსული ქალაქში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, სამარცხვინო ღონისძიება ჩატარდა. ბათუმის ვიცემერი ნათია სურგულაძე ამბობს, რომ ბათუმობისთვის მზადება 2011 წელს დაიწყო. ასეთი მასშტაბური დღესასწაულის თარიღის 2 დღით ადრე გამოცხადებაში ის საეჭვოს ვერაფერს ხედავს. წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს არ ყოფილიყო მასშტაბური და რაღაც ძალიან ბევრი, რასაც ვფიქრობთ ხოლმე და როგორც გვინდა, რომ ბათუმობა იყოს და როგორც წარმოგვიდგენია. საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი მერიის ანგარიშს ელოდება, აინტერესებს რაში იხარჯება ხალხის ფული. 250,000 ლარი დახარჯოს მერიამ ნარდის და დომინოს თამაში და თევზის ჭერაში თურმე სამარცხვინოა. დღესასწაულის ფარგლებში ბათუმში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ბათუმის მერიამ აანაზღაურა მიწვეული სტუმრების სასტუმროსა და გზის ხარჯებიც. შესყიდვების გეგმასა და კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვას მეცხრე არხს ბათუმის ვიცემერი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ შეჰპირდა. აბა ისე როგორ გავაკეთებდით ხარჯთაღრიცხვი დეტალურია ამისი, დღეს ვერ მოგცემთ ალბათ, იმიტომ რომ ამას სჭირდება წერილი, ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურა. ბათუმობა, როგორც მერიაში ამბობენ, სამომავლოდ ყოველწლიურად გაიმართება.